საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია მოადგილეებთან ერთად ანსამბლების სიონის რეპეტიციას დაესწრო. ანსამბლის წევრებმა სტუმრებისთვის ძველი რეპერტუარი და რამდენიმე საცეკვაო და სასიმღერო ნომერი შეასრულეს. ასევე სპეციალურად სტუმრებისთვის ახალი დადგმული ცეკვა აფხაზურით წარმოადგინეს. გურამ ოდიშარია ერისიონის წევრებსაც გაესაუბრა და ანსამბლს მომავალში სახელმწიფოსგან აქტიურ მხარდაჭერას დააპირდა. მისმა ანსამბლის ხელმძღვანელობას ახალი სარეპეტიციო დარბაზის მშენებლობაც აღუთქვა, რომელიც პეტრეშვილის ქუჩაზე აშენდეს. Სულ ვითარებაში არის ძალიანად ეს შესანიშნავი ანსამბლი. აქ არის დაბზარული კედლები და საშიშიც არის ასევე. ეგ არის ერთ-ერთი საშიში ადგილი, იმიტომ რომ აქ მოხდა უბედურება რამდენიმე წლის წინათ და ჩვენ მოვალინი ვართ, რომ ანსამბლს ყველანაირად ხელი შეუწყოთ. რასაც ვესათუთებით, ჩვენ ეგ არის ჩვენი სიმღერა, ჩვენი ცეკვა, ჩვენი კულტურა, ჩვენი ხელოვნება და ჩვენ ამას ყველანაირად მივხედავ და ერისიონი ერთ-ერთი უპირველესია ამ ნუსხაში. არ ვიცი როგორ იქნება ჩვენი ახალი შენობის დაფინანსება, ის კი ვიცით რომ აქ ავარიულია შენობა და გადავალთ, მაგრამ მინისტრის მობრძანება და მისი მოადგილეების მობრძანება ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ჩვენსკენაა და მთავრობა ჩვენ გაგვიგო.